რისი ეშინია შენს მიერ ჩაფიქრებულ ადამიანს ახლა ყველაზე მეტად დარჩი გაშლაზე და მიიღე მომწურავი ინფორმაცია. ჩაიფიქრე კონკრეტული ადამიანი, ჩემო ძვირფასებო. არ აქვს მნიშვნელობა სასიყვარულო ურთიერთობიდან იქნება ეს ადამიანი უბრალოდ ნაცნობი ადამიანი, რომლის შესაძლებაც გაინტერესებთ ინფორმაცია. რისი ეშინია ახლა თქვენს მიერ ჩაფიქრებულ ადამიანს ვარიანტი პირველი გვექნება აი ასეთი. ვარიანტი მეორე. და ვარიანტი მესამე. კარგად, დააკვირდით ჩემო ძვირფასებო, პირველი, მეორე, მესამე ვარიანტი. მოდი მაინც გამოვიყენოთ გასაღებები, იმისთვის რომ უფრო გაგიოდვილდეთ შერჩევა. მეორე ვარიანტზე წავა ესეთი უმშვენიერესი გასაღები. პირველ ვარიანტზე აი ეს იქნება. ხოლო მესამეზე აბა, ყურადღებით დააკვირდით, შეკითხეთ სამყაროს პირველ რიგში და გავიგოთ რისი ეშინია თქვენს მიერ ჩაფიქრებულ ადამიანს ამ საოცრად მისტიურ სივრცეში, რომელის თქვენ ასე ძალიან გიყვართ. დავიწყოთ ტრადიციულად პირველი ვარიანტით. ადამიანს ეშინია, რომ ფინანსურად არ იქნება მისი მდგომარეობა სტაბილური, არ იქნება მას საკმარისი ფინანსები იმისთვის, რომ მოახდინოს ადამიანებს ესე გავლენა რაღაცნაირად ესე, რომ მინდა რომ თქვა, იმიტომ რომ ქალბატონი არის შუახნის ეს ადამიანი, არის კონტროლის მოყვარული, ძალიან მოყვარს, როდესაც სიტუაციის კონტროლს ახორციელებს ნებისმიერი მიმართულებით, ხო ნებისმიერი პროცესი ჩემო ძვირფასებო, რაც მისი მეთვალყურეობით არ მიმდინარეობს, უკვე მისთვის საინტერესო აღარ არის ამ შემთხვევაში, ხო ათიანების თასები და თასების პაჟი. ეს არის ჩემო ძვირფასებო, ზოგიერთის შემთხვევაში, აქ ორი ვარიანტი გვაქვს, ზოგიერთის შემთხვევაში ეს ადამიანი არის ოჯახის წევრი, ეს ქალბატონი, ზოგიერთის შემთხვევაში ადამიანი არის სასიყვარულო პარტნიორი, ხო? რომელია თქვენთვის ესეთი ქალბატონი, ისე მიიღეთ რეზონირება. ადამიანს მინდა გითხრათ შემოკარგებო, რომ გამოუთქმელი პროტესტები აქვს, რომელსაც ვერავისთან ვერ ამბობს, ეს არის შინაგანი პროტესტები, დიდი ალბათობით წარსულმა გამოცდილება მობიძგა, რომ ესეთი დამოკიდებულება უმჯობესია, ხო? წარსულში დიდი ტყუილი, დიდი იმედგაცრუება. შესაძლოა მოულოდნელად გაიგო ამ ქალბატონმა წარსულში, რომ ადამიანები, ასე ვთქვათ, ადამიანები, რომლებიც იყვნენ მის გარემოცვაში, რომელთანაც ჰქონდა საკმაოდ კარგი დამოკიდებულება, კარგი განწყობა, საოცრად ძლიერი ენერგეტიკა წამოვიდა ჩემო ძვირფასებო. მათ უღალატეს აი ამ ადამიანებმა, ამ ქალბატონს უღალატეს წარსულში, რის შედეგადაც ადამიანი ამჯობინებს ახლა კონტროლის გატარებას, ნებისმიერი ურთიერთობის მიმართულება იქნება თუ ზოგადად. ურჩევნია, რომ იცი რა, ჯობია გარკვეული იყოს ყველაფერი, მე უკვე აღარავის ვენდობი. საკმაოდ წარმატებული ქალბატონია ამავდროულად დაგიდასტურებ ჩემო კარგებო. ექვსიანების კვერთხები ადამიანი დაცულია, სტაბილურია, მას აქვს თავისუფლება, არჩევანი ყოველ შემთხვევაში და თავდაჯერებულობა, დამოუკიდებლობა. აი ყველაფერი ერთად არის ამ ადამიანში გაერთიანებული. ვიზე ვსაუბრობ, ეს თქვენ ძალიან კარგად იცით და გამიზიარეთ კომენტარებში თუ შეიძლება და თუ რეზონირდა ეს ყველაფერი. ადამიანი ეხლა გადასული არის საკმაოდ ესეთი მყარ და ნაყოფიერ ენერგიებში, ხო? ადამიანს აქვს სიმყარე, მატერიალური სტაბილურობა და ფინანსური სიუხვე ამავდროულად ამაზეა საუბარი. ასე ვთქვათ, ლიდერული უნარჩვევებითაც არის წარმოდგენილი ამავდროულად და მისი პირველ რიგში მისი შიშები უკავშირდება სწორედ ამ სფეროს, რომ მას თითქოს და დაეკარგება ეს ძალაუფლება, კონტროლის სადავეები და ყველაზე მეტად ამაზე დარდობს ეს ადამიანი ახლა ამ მომენტში. თქვენ შეიძლება რაღაც დონეზე ემოციურად გრძნობთ კიდეც ამ ყველაფერს. ადამიანი არ ერიდება ასევე მაგიური ჩარევის განხორციელებას, ესეც იცოდეთ ჩემო ძვირფასებო, თქვენი მიმართულებით თუ ზოგადად ფინანსების მოზიდვის მიმართულებით ადამიანი აქტიურად იყენებს მაგიურ ზეგავლენას, მაგიურ ჩარევას
იმიტომ რომ ადამიანი საკმაოდ ისეთი ეგონება, გამჭრიახია, მახვილგონიერი, ხმლების დედოფლის ენერგიებს. შემოძრაულად მისი ინფორმაციული საზღვრები საოცრად კარგად არის დაცული და ძალიან იშვიათად თქვენ რაღაც ინფორმაცია მოიძიოთ. ყოველ შემთხვევაში, რასაც ადამიანზე იგებთ, ის თავად წყვეტს, რომ ეს თქვენ ან უნდა გაიგოთ, ან ვერ უნდა გაიგოთ. ხო, ადამიანი საოცრად დაცულია ენერგეტიკულ დონეზე. კარგი, თქვენი მიმართულებით როგორი განწყობა აქვს ამ ადამიანს, ესეც გავიგოთ. ვფიქრობ, რომ ძალიან საინტერესო არის ამავდროულად. ამ ადამიანთან წარსულში იყო დაპირისპირება, კონფლიქტი, უთანხმოება, რაღაც დონეზე შესაძლოა გეჯიბრებოდათ და დაგიპირისპირდათ კონკრეტულად თქვენი თავისუფალი აზრის გამო და თქვენ მას ძალიან დიდი მენტალური ტრავმა მიაყენეთ, ხო? იგივე რომ ჰარმონიულად არის განწყობილი თქვენს მიმართ, თუმცა წარსული გულის ტკივილი ნამდვილად ცოცხლობს მასში თქვენი მიმართულებით, რაც ნამდვილად არ არის მარტივი გადასამუშავებელი ისეთი ძალაუფლების მოყვარული ადამიანისათვის. თქვენთან ურთიერთობა პირდაპირ ამ ადამიანისთვის იყო გამოწვევა, სადაც ხელჩართული ბრძოლის განწყობა სუფევდა ნამდვილად და მისი პოზიცია რაღაცნაირად ელოდებოდა თქვენს დამარცხებას, აი ადამიანი ძალიან ისე წყნარად, მშვიდად ელოდებოდა გამარჯვებას თქვენი დამარცხების ფონზე, მაგრამ რეალურად რა მოხდა? თქვენ ამ ადამიანს არ მიეცით მისი გეგმის წარმატებით განხორციელების საშუალება, თქვენი სიმართლე გქონდათ, როგორც აქ იკვეთება და როგორც ხედავ ყოველ შემთხვევაში და შესაძლოა დისტანცირდით ამ ადამიანისგან, იმიტომ რომ ფიზიკურად შეუძლებელი იყო მასთან ურთიერთობა და ხუთიანების თასები. ადამიანს სიმარტოვის დანაკარგის განცდა აქვს, თუმცა აქ ეგო იმდენად მაღალი არის, რომ შესაძლოა საკუთარ თავსაც ეწინააღმდეგებოდეს ეს ადამიანი, შესაძლოა დარდობდეს ამ ურთიერთობის გახუჭებაზე, მაგრამ პრინციპულად ნაბიჯებს არ გადმოდგავს. ყველაზე მეტად კი მას ეშინია, რომ მართვის სადავეები და კონტროლის სათავე აღარ იქნება მის ხელში. და მინდასტუროთ კომენტარებში თუ შეიძლება და თუ მართლა ასეთ ადამიანზე ვსაუბრობ და გადავდივართ მეორე ვარიანტზე, ვისი ეშინია ახლა თქვენს მიერ ჩაფიქრებულ ადამიანს. რომ მისი მხრიდან გაწეული მზრუნველობა და თუნდაც ეს გაცემული ინფორმაცია, ეს ენერგია, რასაც ადამიანი თქვენი მიმართულებით გასცემს, დაუფასდება თუ არა ამ ადამიანს მისი შიშები ყოველ შემთხვევაში ამისკენ არის მიმართული, ვსაუბრობ ქალბატონზე ამ მეორე შემთხვევაზეც. ადამიანს ეშინია რამდენად დაფასებული იქნება და რამდენად წარმატებით დასრულდება ეს ურთიერთობა. შესაძლოა აქ მამაკაცები მისმენდეთ და თქვენი ქალბატონი შემოძვირფასებო, ნამდვილად ფიქრობს ძალიან ინტენსიურად ამაზე, დაუფასებთ თუ არა მის ამ აქვს, რასაც თქვენზე გასცემს ყურადღების დროის და თუნდაც ფინანსური ენერგიის სახით. კიდევ რისი ეშინია ადამიანს ახლა? ახლიდან დაწყებისა, ცხოვრების ახლიდან დაწყებისა ნამდვილად ეშინია ადამიანს, იმიტომ რომ სულელის არკანი სამყაროს არკანთან კომბინაციაში შემოძვირფასება ნიშნავს, რომ ადამიანს ურჩევნია დღევანდელი დღე, დღევანდელი რეალობა, ვიდრე ხვალ ახლიდან დაიწყოს და ხილახლა შექმნას სიტუაციები. წარსულში გამოცდილება გულის ტკივილი სასაკმაოდ მძიმე ფონზე მიმდინარეობდა, ასე ვთქვათ, და არის ეს შემთხვევა, ფიქსირდება ამჟამადაც. პრობლემა ჩასული არის მენტალურ დონეზე, ეს არის სიღრმისეული დონე და მარტივად გადასამუშავებელი ყოველ შემთხვევაში ესეთი პრობლემები არ არის ხოლმე. ნერვიულობს ადამიანი და საკმაოდ ბუნებრივიც არის ეს მოცემულობა. ადამიანს შესაძლოა ჰქონდეს სხვადასხვა არჩევანი, როგორც გადაწყვეტილების მიღების მხრივ შეუძლია, ან ასე მოიქცეს, ან სხვაგვარად მოიქცეს, ხო? როგორც დაუშვათ საქმიანი მიმართულებით, ასევე კარიერის მიმართულებით, ხო? ბიზნეს პარტნიორული ურთიერთობებიც წამოვიდა ამავე დროს. ადამიანს შესაძლოა ჰქონდეს პროფესია, სადაც გადაწყვეტილების მიღება იქნება მასზე აბსოლუტურად მისი კი არას ფონზე, წავა პროცესები და ადამიანს ეშინია, რომ რაღაც არასწორად არ გააკეთოს. რამდენად სწორია მისი წარმოთქმული სიტყვა და რამდენად რეალურია მისი არჩეული გეზი, აი ეს არის სწორედ მისი შიშის საფუძველი, ხო? თუმცა მოცლიერია და არაერთხელ გამოსულა გაურკვევლობიდან, პრობლემებიდან, აი ძლიერი ქალბატონია სხვათა შორის მინდა გითხრათ, შემოძვირფასება. ოჯახის სივრცეში ურთიერთობები ჰარმონიულად მიმდინარეობს და ადამიანს ესეც ეშინია, რომ რამდენად დიდხანს და სტაბილურად გაგრძელდება ეს მოცემულობა, იმდენად ძვირფასია ეს ყველაფერი მისთვის, რომ შიშით არის განწყობილი ამ მიმართულებითაც სხვათა შორის.
ასევე მინდა გითხრა, რომ სასიყვარულო ურთიერთობებში პირდაპირ მისი შიში წარმოადგენს სასიყვარულო სამკუთხედებს, ხო? თუ შენ ხარ პარტნიორი, მამაკაცი, რომელიც ამ ინფორმაციას ისმენ, მოუფრთხილდი ჩემო კარგო შენს ქალბატონს, იმიტომ რომ წარსულში ის გულმატკენი არის და ჯერ კიდევ გამოდის ამ პროცესიდან, ჯერ ბოლომდე ვერ გადახარშა, ვერ მოინელა ეს წარსული ღალატი იქნებოდა თუ იმედგაცრუება, ასე რომ შენც იგივეს ნუ გააკეთებ, იმიტომ რომ ადამიანს ყველაზე მეტად დამატებით საკუთარი თვითდაჯერებულობის და კითხვის ნიშნები შეიძლება ქონდეს ურთიერთობის სანდოობაზე, პარტნიორის სანდოობაზე, უფრო სწორად რომ გითხრათ, ხო, სასიყვარულო სამკუთხედები მისი ყველაზე ცუდი სცენარი არის, რაც კი შეიძლება ურთიერთობაში მოხდეს, ხო? სხვაგვარად თუ ეს ყველაფერი მოხდა, ადამიანს ექნება სიმარტოვის დანაკარგის შეგრძნება, ის ფოკუსირდება მხოლოდ და მხოლოდ ნეგატივზე და ძალიან რთული იქნება ამის შემდეგ მისი სიტუაციიდან, მისი მდგომარეობიდან გამოყვანა. ამაზეა საუბარი, ასე რომ რეაქციით ყურადღება საკუთარ ქცევებს და დამოკიდებულებას მამაკაცების საყურადღებოდ, თუ არ გინდათ რომ საყვარელი ქალბატონი გულმატკენი დარჩეს, რა თქმა უნდა. შემოკარგებო, ეს ადამიანი მოსიარულე კარმა არის, მინდა გითხრათ, აქამდე არ არსებობს მამაკაცი, რომელიც მასთან ურთიერთობაში იმყოფებოდა რაღაცა მხრივ, ორი მეფე მოვიდა აქ ჩვენთან ერთდროულად, ეს არის ხმლების მეფე და თასების მეფე, შემოკარგო და სამსჯავროს არკანი. არ არსებობს ადამიანი, რომელიც ამ ქალბატონს გულს ადგენს და შემდეგ ის კარმულ გაკვეთილს არ დაიმსახურებს ეს მამაკაცი, ასე რომ ძალიან ფრთხილად ვფიქრობ, ძალიან ესეთი გასაგებია ინფორმაციულად და უნდა გადავიდეთ ახლა მესამე ვარიანტზე, შემოკარგო. ისი ეშინია თქვენს მიერ ჩაფიქრებულ ადამიანს, ყველაზე მეტად ეშინია მავნე მიჯაჭვულობების, მავნე დამოკიდებულებების, შესაძლოა გქონდეს ამჟამადაც მავნე მისწრაფებები, ეს არის სასმელ დამოკიდებულება, ლუდომანია, ხო, სხვადასხვა დამოკიდებულება, მივხვდით ახლა რაზეც ვსაუბრობ, ქორნო დამოკიდებულება, ძალიან ისეთი მძლავრი ენერგეტიკა წამოვიდა. ადამიანის შიშები ამ მიმართულებით ვრცელდება, რომ რამდენად მოუტანს საკუთარ თავს ზიანს და რამდენად გაიმარჯვებს ამ ყველაფერზე, იმიტომ რომ დიდი ალბათობით ეხლა ამ პერიოდში ვერ ახერხებს ამ მავნე დამოკიდებულებებზე გამარჯვებას, ხო? ეს ასევე შესაძლოა ნიშნავდეს იმას, რომ აი ნახეთ, უბრალოდ ენერგეტიკას დააკვირდით, ხო? ეს შესაძლოა ნიშნავდეს იმასაც, რომ ადამიანის ტრანსფორმაცია მიმდინარეობს კოსმოსური სიჩქარით. აი დღეს ამ აზრზე ადამიანი ხვალ უცებ შეიცვლის აზრს და სხვა აზრზე გადადის, ხო? სიმყარე აქ ნაკლებად არის ნაჩვენები. ასევე რამდენად არის ამ ადამიანის სიტყვა სანდო, იმიტომ რომ რამდენად ობიექტურია ეს ადამიანი კონკრეტული გადაწყვეტილებების მიღებაში და რამდენად სანდოა, ძალიან არასასიამოვნო ენერგიებში იტანჯება და იხარშება. ეხლა ზოლა გადარჩენისთვის, რატომღაც მომინდა რომ ეს სიტყვები მეთქვა, ხო? კიდევ რაში მდგომარეობს ამ ადამიანის შიშები, მოდი გავიგოთ ჩემო ძვირფასებო. მოდით პირველ და მეორე ვარიანტს ესე მოგწევთ აქეთ, თუ არ გიწყინებათ, იმიტომ რომ მესამე ვარიანტი არ მინდა რომ დამიჩაგროს და საერთოდ ვერ დაინახოთ ეს საოცარი ინფორმაციული მესეჯები, რაც აქ ეხლა უნდა გაჟღერდეს, ხო? მესამე ვარიანტი ყურადღებით. ჩემო ძვირფასებო, დიდი ალბათობით აქვეხებით სასიყვარულო პარტნიორს, ადამიანი, რომელიც თასების მეფის ენერგიებში არის. ამ მომენტში მინდა გითხრა, რომ კომუნიკაცია შეიძლება არ გქონდეთ, ან იყოს დიდი გაურკვევლობა, უთანხმოება თქვენთვის რაღაცეები მიუღებელი იყოს ამ ადამიანის ქცევიდან გამომდინარე, რაღაცა თქვენს ინტერესში არ ჯდებოდეს და კონფლიქტი დადგა, ხო? ადამიანს ეშინია, რომ თქვენ მასზე ფიქრის მომენტიდან გამოხვალთ ძალიან სწრაფად, გადააბიჯებთ ამ მოცემულობას, თქვენთან შემოვა სხვადასხვა არჩევანი, სხვადასხვა მამაკაცი სახით, ასე ვთქვათ, და ასარჩევად გექნებათ საქმე, რაც მის გულს კიდევ და კიდევ უფრო განგმირავს და დატანჯავს სამუდამოდ, ხო? ეს არის ძალიან დიდი გულის ტკივილი, იმედგაცრუება ვერ გადაიტანს თქვენ რომ მისგან წახვიდეთ. პირდაპირ გეტყვით ამას, ხო? და მიდასტურეთ კომენტარებში, ძალიან მაინტერესებს, რამდენად რეზონირდება ეს ყველაფერი თქვენს ცხოვრებაში. ვერ მოქმედებს ადამიანი თქვენთან მიმართებაში ახლა ფიზიკურად ვერ მოქმედებს. რატომ? რა უშლის ხელს? ფინანსების არარსებობა არის მისი შემოფერხებელი ფაქტორი მთავარი ამ ეტაპზე და
ასე ვთქვათ, არ მიაჩნია სწორად, რომ ამ მომენტზე თავად გამოვიდეს კონტაქტზე თქვენთან, ან რაღაცა მოიმოქმედოს თამატებით, ხო? აი ესეთი არის მისი მიდგომა ამ ეტაპზე. ვერ მოქმედებს კონკრეტული თავისი შეხედულების გამო, შესაძლოა კიდევ დამატებით რაღაცა პროცესიც მიმდინარეობდეს მის ცხოვრებაში, რაც ასე ვთქვათ, აცილებს საღიაზრის გამოტანისგან, შესაძლოა რაღაც ილუზორული მდგომარეობები დგებოდეს ხოლმე რაღაცა ნივთიერებების მიღების ფონზე მის ცხოვრებაში, არ ვიცი, ახლა ეს თქვენ უკეთ იცით, რაზეც ვსაუბრობ აქ და ფინანსური პრობლემები ამავდროულად. ხო, ეჭვიც არ მეპარება, სხვათა შორის რომ ეს სიტუაცია მოვიდა აქ. თუმცა ისეთი მამაკაცი არის, ნახეთ, ძალიან რომანტიული და სერიოზული ურთიერთობითაც იყო დაინტერესებული. ეხლაც არის ამ ეტაპზე, არ თქვათ, რომ არ არის თუ რაღაც დონეზე კომუნიკაცია არ არის, ეს არ ნიშნავს, რომ ადამიანს დაავიწყდიან სულ ერთი ხარ, ქორწინება ნიშნობა ადამიანის გეგმაში ნამდვილად ფიგურირებდა. ან უბრალოდ რომანტიული ურთიერთობა, რაღაც ცეცხლოვანი ენერგიებით გაშღენთილი, ხო, ძალიან ესეთი ფლირტი, რაც ძალიან სასიამოვნოა ხოლმე. აქ დამატებით იყო ის მოცემულობა, როდესაც ადამიანები, ასე ვთქვათ, ნეგატიურ ინფორმაციას აზრდნენ ამ ადამიანს, თქვენ სასიყვარულო ურთიერთობას და ზოგადად თქვენზე, თუმცა კონკრეტული სიახლე შევიდა რეალობაში, კონკრეტული სასიამოვნო სიახლე და რას ეხება ეს ყველაფერი. ანუ ამ სიახლემ ადამიანზე ისე იმოქმედა, რომ ბოლოს სასიცოცხლო ენერგიები მოიხმო იმისთვის, რომ სიცოცხლე გაიგრძელებინა. აქ რაღაცა ენის მიტანის მოცემულობა ხომ არ არის, უბრალოდ ეს მაინტერესებს. კი ბატონო, პერსპექტივაში შესაძლოა მოხდეს კონკრეტული მოცემულობა, რას ვეხებით აქ. იცით რა შემოკარგებო, აქ შესაძლოა თქვენზე გაჟღერდა ისეთი ამბები, როგორიც არის მაგალითად, რომ თქვენ არ ახართ ერთგული ადამიანისა და თქვენთან ვიღაცა სხვა ადამიანიც იყო ურთიერთობაში, შესაძლოა სხვა მამაკაციც მოიტანეს ენები, რაც ამ ადამიანმა დაიჯერა და პერსპექტივაში ნამდვილად მოსალოდნელი არის სასიყვარულო სამკუთხედი, რომელიც წარმატებით შევაძალაში, ნახეთ, შვიდიანების ხლები და მზის არკანი ერთად კომბინაციაში. ადამიანი შეეცდება, რომ ეს დარდი ძალიან ახლო მომავალში, საუბარია 3 დროზე, 3 კვირა, 3 თვე, ხო, 3 დღე, ასე ვთქვათ. აი ესე უნდა ივარაუდოთ. შევა სასიყვარულო სამკუთხედში. თუ თქვენ სვერზე ცხოვრობს ადამიანი, გააკონტროლეთ თქო გირჩევდით, თუ არ აგაქვთ კომუნიკაცია, მაშინ თქვენ ვერაფერს ვერ შეცვლით ამ შემთხვევაში, ხო? და თუმცა ამ ურთიერთობას გაგრძელება არ უწევია და კოშკის ენერგიებით ნეიტრალდება ეს ურთიერთობა ძალიან მალე. უცნაურია. რაღაც ძალიან დრამატურგიის ელემენტები წამოვიდა აქ, თავგანწირვა, ემოციების ზღვა, ასე ვთქვათ. შესაძლოა საუბარი იყოს წარსულიდან გამოჩენილ ადამიანზე, რომელიც ამ ადამიანის ცხოვრებაში შემოვა და ისინი განაახლებენ ურთიერთობას, რატომღაც ამაზე მინდა მოგაწოდოთ ინფორმაცია, რაც თქვენ ნამდვილად არ გაგეხარდებათ და ეს ყველაფერი ძალიან ისე დაგაღონებთ, ხო? და მდგომარებამდე მიხვალთ, იმდენად წარმოუდგენელი იქნება ეს თქვენთვის. თუმცა ეს გულით ხდება თუ სამაგიეროს გადახდის მომენტით გავიგოთ. ნამდვილად სამაგიეროს გადახდის მომენტი იქნება. მისთვის სულ ერთია, ჩემო კარგებო, რითი გადაგიხდის სამაგიეროს. უბრალოდ ეს არ არის ჯერ ერთი რეალობა, ვიმედოვნებ, რომ თქვენ ვიღაცაები პარალელურ რეჟიმში გაიაქტიურებთ მასთან ურთიერთობის ფონზე, სხვა მამაკაცებთან შეხვედრით ურთიერთობაში, თუმცა აი ადამიანისთვის ეს სხვისი მიტანილი ამბები რახან ესე მარტივად დასაჯერებელი აღმოჩნდა, ძალიან სამწუხაროა, იმიტომ რომ მინიმუმ უნდა გადაამოწმოს ადამიანმა ესეთი ინფორმაცია, ხო, ამაზეა საუბარი. ყოველ შემთხვევაში შესაძლოა ისევ წამოვიდეს ურთიერთობის განახლების სურვილი, მაგრამ თქვენ იმდენად იქნებით გულნათკნით შემოძვირფასებო, რომ გაეცლებით სიტუაციას, აი ამ სევდას დარდს დატოვებთ ერთხელ და სამუდამოდ და დარჩება ღრმა მენტალური პრობლემები თქვენში, რომელსაც ვერავისთან ვერ გააზიარებთ, აი რაღაც სირცხვილის მომენტით, ხო? თუმცა საბოლოო ჯამში შესაძლოა ფინანსური სტაბილურობა მოგეცეთ ადამიანებს, მაგრამ ეს ურთიერთობა რაღაცნაირად მაინც განწირული მეჩვენება, ხო? იმიტომ რომ ადამიანი ძალიან რთულ პროცესებში არის ჩართული. აქ შესაძლოა ეს მავნე მიჯაჭვულობები და დამოკიდებულებები იყოს კარმული ამ ადამიანისთვის, რაც გამომდინარეობს წინა ცხოვრებიდან და თქვენი ბრალი არაფერი არ არის ამ შემთხვევაში. მიხედეთ საკუთარ თავს, ჩემო კარგებო, ყველამ თავისი გასავლელი გზა თავის უნდა გაიაროს, ხო? და რაც არ არის თქვენი ტვირთი, იმ ტვირთს ნუ აიკიდებთ და ნუ შეეცდებით რომ ატაროთ, იმიტომ რომ ურთიერთობა ისედაც განწირულია დასანგრევად, ხო? აი ესეთი იყო
დღევანდელი გაშლა, გამიზიარე კომენტარებში რამდენად რეზონირდა, დროებით შემდეგ ძალიან საინტერესო გაშლამდე და ხო არხის გამოწერა ვიდეოს და ლაიქება და კომენტარება არ დაგავიწყოთ, იმიტომ რომ თქვენ ამით მე მეხმარებით.